ჩვენ დაბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, გადაცემის ამ ბლოკში პოლიტიკურ დებატებს შემოგთავაზებთ. ირმა ინაშვილი, თამარ ხიდაშელი უკვე ჩვენთან არიან სტუდიაში, თუმცა მანამდე ვნახოთ რა მდგომარეობაა საგარეჯოში, რას ფიქრობს ამორჩეველი. ვინ არიან თქვენი კანდიდატები? ჩემი კანდიდატი არ ვაპირებ მისვლას საერთოდ არჩევნებზე. არ მჯერა და იმიტომ. არც მე არ ვაპირებ არჩევნებზე წასვლას, იმიტომ რომ არავინ არაფერს არ აკეთებს. საგარეჯოში სულ 46011 ამომრჩეველი ფიქსირდება. აქედან რამდენი გააკეთებს 31 ოქტომბერს საკუთარ არჩევანს, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეთა ვინაობა. კოალიცია ქართული ოცნებიდან თამარ ხიდაშელი და საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილი. მცირედ რო არის დარჩენილი და მთავარი საზრუნავი იქნება ქალბატონ თინათინ ხიდაშელის მიერ მიცემული დაპირებების ბოლომდე მიღვა. ერთად მოვიფიქროთ რა ვთქვათ. ისეთი არაფერი ვთქვათ და ისეთზე არაფერზე შევთანხმდეთ, რომ ვერ შევასრულოთ. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგ დაგიხმარებით, რომ აი მაგას გეუბნებია. საგარეჯოში ქვემო სამგორის დასახლებაში 25-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი საყოფაცხოვრებო პირობები მძიმეა. უმრავლესობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები კარგად ახსოვს. ყვებიან, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები დასახლების ხშირი სტუმრები იყვნენ. მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და დაპირებებიც უხვად გასცეს. მათი მოთხოვნა კი ახლაც იგივეა, რაც 3 წლის წინ იყო. წყლები უნდა გამოეყონათ, გაზი უნდა გაეკეთებინათ, კრიშები უნდა გადაეხოვნათ, მაგრამ დღემდე არავითარი არანაირი არაფერი არ შესრულებულა. აი აქ არის გაზი, აი რამდენიმე მეტრში. ის გაზიც ვერ გამოუყვანიათ, რომ მაგით მაინც დაგაკმაყოფილონ და წყალი გამოგვიყვანონ ნორმალური. თამარ ხიდაშელი, ირმა ინაშვილი თქვენთან თუ არავინ მოსულა ჩვენთან. ჩვენ აი ესე უპატრონოთ ვართ მიგდებულები. ყოველთვის ესე არის. შეპირება იციან შორიდან, მაგრამ შესრულება არ იციან. აი რა მოთხოვნა გაქვთ ყველაზე მთავარი? აი წყლები ჩამოგდის კრიშებზე, ერთი, უმუშევრები ვართ, დახმარება ჩვენ არა გვაქვს ოჯახში, უმუშავარი ვარ. ხელოსანი კაცი ვარ, სვარჩიკი ვარ, ტრაქტორისტი ვარ. არ ტრაქტორ არ მაძლევი, რომ წლოვანი ვარ. და არსად არავის არ ვჭირდები. დაპირებების ნაწილობრივ შესრულებაზე საუბრობენ სოფელ ნინოწმინდაში. აი ყველაზე მთავარი პრობლემა რა არის დღეს საგარეჯოში? უფლობა. უმუშევრობა. ქუჩაში ნარდის თამაშს კი უმუშევრობის პრობლემით ხსნის, რომელსაც მისი აზრით მაჟორიტარი ვერ მოაგვარებს. რას გპირდებოდნენ ადრე, შეგიძლიათ რომ გითხრათ? არ ჩვილო, რა შეჩემზე უკეთესად არის, ეხლა ნუ მალაპარაკებ, აი რაღაცა უნდა მაფინანსო, ეგეც უნდა არტვენო თხას. არ ვიცი. მე ამათ უნდა მივცე ხმა, აი მაგას გეუბნები რა. აი ნაციონალებს მეცი ოცნებას. ამავე სოფელში განსხვავებულადაც ფიქრობენ. სულ მუშევრები ვართ, აი ეგ ვინცა ვართ, აი სულ მუშევრები ვართ. თავიანთ საქმეს აგვარებენ ყოველთვის. აპირებთ არჩევნებზე მისვლას? მისვლას ვაპირებ. ვაპირებ, მაგრამ ირმა ინაშვილის მივცემ ახლა ხმას, აბა სხვა ვის. გიორგი წმინდაც საგარეჯოს ერთ-ერთი სოფელია. ამ სოფლის მკვიდრების მთავარი პრობლემა უწყლოობაა. თავშეყრის ადგილებზე კი მთავარი განსახილველი საკითხი მაინც ყურძნის ფასია, რომლის გაზრდასაც გლეხები დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვენ. დააბრაზებულები ვართ, ყურძნს გადასაყრელი გახადეს ყურძენი. ანუ არჩევნებზე აპირებს თუ არა წასვლა? არა, მე არ აპირებ რა ვიცი. რატო? აღარც მიგონ მის დღემში ეგ. აზრი არა აქვს და იმიტომ. რა აზრი აქვს, მიდი რა. ძალიან გამოცილი, ძალიან მებრძოლი და ძალიან პრინციპულია რომ იცოდეთ. ძალიან პრინციპულია და არავის არაფერს არ დაუთმობს. გაყევით და აუცილებლად გაგიყვანთ სამშვიდობოზე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი კოალიცია ქართული ოცნებიდან თინათინ ხიდაშელი გახდა. მას მოსახლეობის 55%-მა დაუჭირა მხარი. ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშნვის შემდეგ კი საარჩევნო კოდექსის თანახმად შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. ირმა ინაშვილის და თამარ ხიდაშელის საარჩევნო შტაბები საგარეჯოს ცენტრალურ ქუჩაზე, რამდენიმე მეტრის დაშორებით მდებარეობს. ახლა ამ ოფისებში მუშაობენ იმისთვის, რომ 49 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა მოიგონ. სწორედ ამ დღის შემდეგ გახდება ერთ-ერთი საქართველოს პარლამენტის წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად 1 წლით ის ანგარიშვალდებული უნდა იყოს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.
რიანი დაბრუნდა ეთერში თამარ ხიდაშელი კოალიცია ქართული ოცნება ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალიანსი დიდი მადლობა ქალბატონებო რომ მომბრძანდით ჩვენთან სტუდიაში ვეცდებით რომ მაქსიმალური დრო დაგითმოთ იმისთვის რომ საგარეჯოელებს უამბოთ რას აპირებთ ამ რეგიონში ქალბატონმა ირმა მოდით თქვენ დავიწყოთ საგარეჯოს იქ თინა ხიდაშელის ოლქი ასე ვთქვათ, სადაც ლოგიკური იქნებოდა, რომ ასევე ოცნების წარმომადგენელს, ასევე მით უმეტეს ხიდაშელს ქონოდა შემდეგი, ესე იგი, მანდატი თითქოს და. მაგრამ როგორც ჩვენ ხედავთ წინასწარი მონაცემებით, თქვენ საკმაოდ მყარი პოზიციები გაქვთ. თავდაჯერებული ბრძანდებით ამ ეტაპისთვის. ნამდვილად თავდაჯერებული ვარ. დღესაც მქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრა, იქიდან მოვედი თქვენ სტუდიაში და დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე მინდა ვილაპარაკო რა ხდება საგარეჯოში და რა პრობლემებია, რა იყო ლოგიკური, რა არ არის ლოგიკური, ეს ჩემი განსასჯელი არ არის. ქართულმა ოცნებამ გააკეთა მისი არჩევანი და ის არჩევანი გააკეთა, რასაც ის თვლიდა საჭიროდ. მე ხა ამის ანალიზს ნამდვილად არ მივყობ ხელს. მე ვილაპარაკებ რა ხდება, რა სიდუხჭირეა საგარეჯოში, რა უპერსპექტივობაა საგარეჯოში, როგორი დიდი გულგატეხილობაა ხალხში. იმ დიდი დაპირებების შემდეგ სხვათა შორის რაც ჟღერდა 2012 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში. მე არ ვისაუბრებ ქალბატონ თინა ხიდაშელის საქმიანობაზე, ბევრი მას აქებს, ბევრი საქმეა გაკეთებული, ძალიან ბევრიც აკრიტიკებს, მაგრამ ეს არ არის ჩემი მხრიდან ღირსეული საქციელი გავაანალიზოთ ქალბატონ თინა ხიდაშელის საქმიანობა საგარეჯოში. მე ვხედავ იმას, რომ დანგრეულია საგარეჯო, მთელი მისი ინფრასტრუქტურით, არც ერთ სოფელში თითქმის არ არის განათება, არ არის ნაგვის ყუთებიც კი. ეს არ არის 21 საუკუნის რაიონი და ქალაქი და სოფლები. ეს არის სადღაც მე-16-მე-15 საუკუნეების რეალობა, აბსოლუტურად მოწყვეტილი ყოველგვარ ცივილიზაციას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტი გამოყოფს, რა თქმა უნდა, სახსრებს და მიდის სხვადასხვა ტიპის პროექტების დაფინანსება, მაგრამ რაც ნიშანდობლივია, აი არხი მაგალითად, ერთი კონკრეტული არხი, გაითხარა რამდენჯერმე, გამოიყო თანხა, წყალი ისევ არ არის. თქვათ, გამოიყო რაღაცა თანხა, სასაფლაომდე მისასვლელი გზაა მაგალითად, რამდენიმე სოფელში მითხრეს. რამდენჯერმეა გარემონტებული. არადა მოსახლეობას სხვა პრობლემები აქვს, აი არ არის მოსახლეობა და ხელისუფლება ერთად. მოწყვეტილია ერთმანეთს. ქალბატონო ირმა, აი თქვენ საინტერესო ფრაზა გქონდათ სიუჟეტში. მოდით არ ვისაუბროთ რაღაც არარეალურ დაპირებებზე, ერთმანეთს უთხრათ ისეთი რამ, რის შესრულებასაც შევძლებთ. აი თქვენ ახლა რაც ჩამოთვალეთ და ჩვენც ვართ ნამყოფი ბევრჯერ საგარეჯოში და ვიცით რომ ძალიან სერიოზული პრობლემებია, ხო? ამას სჭირდება ძალიან დიდი თანხები. რა რესურსებით მოაგვარებთ იმ პრობლემებს, რა დაპირებებიც მიეცით ამ მოსახლეობას? აი რეალური დაპირებები. ამას სჭირდება არა დიდი თანხები, ამას სჭირდება გულისხმიერება და ნება. ამას სჭირდება დეპუტატი იყოს ხალხთან ერთად, ამას სჭირდება როცა მოიგებ, კი არ მიატოვო ხალხი, დარჩე ხალხთან ერთად, მოусმინო და შეეცადო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დეპუტატს მისი ბიუჯეტი არ აქვს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად გავაკონტროლოთ, როგორი ხარჯება ესა თუ ის თანხა გამოყოფილი ამა თუ იმ პროექტზე, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება, ერთად ძალიან მარტივი პრობლემებია ზედაპირზე და ეს არ არის მხოლოდ სახსრებთან დაკავშირებული. ხალხი იცით რას განიცდის? ხალხი იმას განიცდის, რომ სრულიად მიტოვებულია ხელისუფლების მხრიდან. არავინ არ ელაპარაკება. იმას მაინც და მაინც ფული კი არ უნდა და რაღაცა კი არ ითხოვენ სასწაულს, ყურადღებას ითხოვენ და სამწუხაროდ ესეც არ არის. აი ქალბატონ თამარ, კახეთი განსაკუთრებულად კრიტიკულია ახლა ამ პერიოდში და თქვენ ძიმე პერიოდი დაგემთხვათ, იმიტომ რომ მრთველის პერიოდში განსაკუთრებით გართულდა ბევრ მოქალაქესთან კომუნიკაცია. ბევრი უკმაყოფილოა, თქვენ გიწევთ ალბათ სავარაუდოდ ხომ პასუხისგაცემა ბევრი ისეთ შეკითხვაზე, რაც ხელისუფლებასთან აქვს მათ. ეს გირთულებთ თქვათ ამ ოლქში კენჭისყრის პროცესს? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან დიდი მადლობა ამ ფორმატის შემოთავაზებისთვის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს თავიდანვე შევთანხმდებით, რომ ერთმანეთის მოსაზრებებს პატივს ვცემთ და ერთმანეთს სიტყვას არ ვაწყვეტინებთ. მე მგონი ამაზე შეთანხმების მიღწევა ახლავე შეგვიძლია.
რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ შეკითხვას, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული პერიოდია. მოსახლეობის მხრიდან გარკვეული უკმაყოფილება ყურძნის ფასთან დაკავშირებით ისმის, ეს ძალიან ლოგიკურია, განსაკუთრებით თუ შევადარებ ჩარშემდელ წელს, როდესაც მოსავალი შედარებით ნაკლები იყო და ღვინის ქარხნებიც გაცილებით უფრო მაღალ ფასს თავაზობდნენ გლეხებს. მაგრამ წელს წარმოიქმნა ლოგიკური ვითარება, რომელსაც ხელისუფლება უბრალოდ ვერ გააკონტროლებდა, ხელისუფლების კონტროლის გარეთ გასული ვითარება გვაქვს. თუმცა მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სუბსიდირება გაეგრძელებინა. შარშანი იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ სუბსიდირება ამ ფორმით, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, არ მოხდებოდა, კერძოდ სახელმწიფო არ გადაიხდიდა კონკრეტულ თანხას, მაგრამ იმის გამო, რომ ლარი გაუფასურდა, იმის გამო, რომ ბაზრები დაიკეტა, იმის გამო, რომ ღვინის ქარხნები გადავსებულია და ისინი ყურძენს ვერ იბარებენ, სახელმწიფომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ სუბსიდირება უნდა გაგრძელდეს, ყურძნის ჩაბარება უნდა მოხდეს ორგანიზებულად, შექმნილი არის ამისთვის სახელმწიფო შტაბი, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროც არის ჩართული. ამ პროცესშიც არის გარკვეული შეფერხებები, მე მთხოვენ ხშირად დახმარებას და შეძლების დაგვარად ვცდილობ, რომ კომუნიკაცია მქონდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა. ანუ ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, სახეზეა, მაგრამ როდესაც მოსახლეობას ესაუბრები და უხსნი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები, რა თქმა უნდა, შეზღუდულია, სახელმწიფო როგორც წესი სუბსიდირებას არ ახორციელებს სხვა მიმართულებით, ისინი ამსჯელობაში მოყვებიან და გაგებით. კალბატონი თამარ, აქ თქვენმა კონკურენტმა თქვა, რომ საგარეჯოს რაიონის მოსახლეობა თავს გრძნობს მიტოვებულად და ეს არის ერთ-ერთი საფუძვლიანი პრობლემა მოსახლეობისა და ასე ვთქვათ პოლიტიკოსების თუ მათ მიერ არჩეული ხალხის ურთიერთობის დროს. თქვენ ეთანხმებით ამას, რომ ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ? აი თითქოს კახელები ზოგადად ძალიან მომთხოვნი ხალხია, მეც ნახევრად კახელი ვარ და რა თქმა უნდა ეს ვიცი. არის გარკვეულწილად უკმაყოფილება, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან ბევრი ადამიანია და ქალბატონმა ირმამაც აღნიშნა, რომლებიც ძალიან კარგად ხედავენ იმ კონკრეტულად წინა მაჟორიტარის მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეებს და ასევე ზოგადად ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს ძალიან კონკრეტული მიმართულებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ყველა მომყვება იმ მსჯელობაში, რომ ქართულ ოცნებას აქვს ძალიან სერიოზული მიღწევები ჯანდაცვის მიმართულებით, სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 იხარჯება სოციალურ პროგრამებზე. ეს ზოგადი პროგრამაა, მოდი ვთქვათ, საგარეჯოში რა გაკეთდა 3 წლის განმავლობაში. რომელიც საგარეჯოს მოსახლეობამ თავის თავზე იგრძნო, ეხლა ამას ხო გასაგებია, კონკრეტულად რაიონის განათლების მიმართულებით, საბავშვო ბაღების მიმართულებით, ერთი კონკრეტული ინიციატივა რო ვთქვათ, ხომ? წინა დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონის დამსახურებაა, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვის მიყვანა არის უფასო, საჯარო ბაღებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. მარტო ეს ერთი კონკრეტული მიღწევა რო იყოს, მე ვფიქრობ, იქ მოქალაქეთა ნაწილმა, ის რამდენმა პროცენტმა იცის ეს. ეს არ დამითვლია მათემატიკურად ქალბატონო ნინო, ეს რამდენმა პროცენტმა იცის, მაგრამ დიდმა ნაწილმა იცის და როდესაც ამაზე ესაუბრები, ძალიან ხშირად უკაცრავად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ ქართული ოცნება ვერ ახერხებს მოქალაქეებამდე მიტანას იმისას, რასაც უკეთებს მათ. აი, ამის პრობლემაც არის. ამ პრობლემას აწყდებით და თქვენ უყვებით მათ იმ სიკეთეების შესახებ, რაც მათ აქვს, თუ ისინი გიყვებიან, რომ ჩვენ ეს სიკეთები როგორც წესი, ეს ამ როდესაც ვიწყებ შეხვედრას მოსახლეობასთან, მე ვსაუბრობ იმ რეფორმებზე, რაც გატარდა, როდესაც და ამ მსჯელობაში მოსახლეობა რა თქმა უნდა მომყვება. რაც შეეხება საგარეჯოში რა გაკეთდა, ძალიან ბევრი რაღაცების ჩამოთვლა შემიძლია, თქვენ სოფლები გაინტერესებთ? აი მაგალითად, სოფელ ლამბალოში, სადაც ბავშვები მთელი წლების განმავლობაში სწავლობდნენ გომურებში, საშინელ პირობებში. გუშინ ვნახე მშენებარე სკოლა, მე თბილისში ესეთი სკოლა არ მინახავს, არაჩვეულებრივი სკოლა შენდება. საგარეჯოში, თვითონ ქალაქ საგარეჯოში მე ბიძა მყავს საგარეჯოდან და ძალიან კარგად ვიცი, წლების განმავლობაში ბავშვობიდან მახსოვს იყო წყლის პრობლემა. ეხლა მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის პროექტი, რომელიც 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება და საგარეჯოს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ანუ ეს რეალობაა და რეალობად იქცევა 2017 წლის გაზაფხულზე. და სხვა უამრავი, რამდენი საბავშვო ბაღი გარემოწდა, რამდენი სკოლა. ვარაუდობთ, რომ განწყობა დღეს საგარეჯოში იმგვარია, რომ ქართული ოცნების კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან დაუჭერენ მხარს. ქართული ოცნების კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან მხარს აუცილებლად დაუჭერენ, იმიტომ რომ მოსახლეობა აცნობიერებს, როგორც გითხარით, 2012 წლის მერე ძალიან ბევრი რამე უკეთესობისკენ შეიცვალა. როგორც წესი, ჩვენ აღარც კი გვიწევს ხოლმე საუბარი იმაზე, რომ მოხსნილი არის შიშის ფაქტორი. მოხსნილია შიშის ფაქტორი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი ახლობელი ჩვენ თავიდან კი ბატონო, ჩვენ ხომ შიშის ფაქტორზე შეგეკამათებით. კი ბატონო, ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთმანეთს დავაწყდით საუბარს. არ ვიცი და გეთანხმდით. შიშის ფაქტორს იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეში რო იქნება ჩვენი ახლობელი, მას
ის გაცილებით უკეთეს პირობებში იქნება, ვიდრე 2012 წლამდე იყო, სასამართლოსთან დაკავშირებით, პოლიციასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. და ეს რეფორმები ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, მე მგონი საქართველოს მოსახლეობა მიცის და ამ მიმართულებით საუბრის გაგრძელება აღარ არის. ჩემო კარგო, მაგ ყველაფერში მეც მაქვს ჩემი პატარა წვლილი შეტანილი. არა იწონება ეს, მაგრამ თუ ავწონით, მე ჩემი წვლილი უფრო მეტია. ეს ამომრჩეველმა და მაყურებელმა აწონეს. ზუსტად აწონის და განსაზღვრავს კიდეც 31 ოქტომბერს. რაც შეეხება, არა, ნდობაში გამოიხატება. ნდობაში გამოიხატება და მხარდაჭერაში. ეხლა რაც შეეხება იმ სურათის დახატვას, რომ თითქოს ვარდის ფერფერებშია ყველაფერი საგარეჯოში, ეს გაკეთა, ეს გაკეთა. მე ვარდის ფერფერებში ხატავ ზუსტად. და ის წყალი იქნება თურმე 2007, მე აქ არ მოვსულ ვარ იმისათვის, რომ თქვენთან ვიკამათო რა. და არც თქვენი შენიშვნა და მოწოდება არ მჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა შევაწყვეტინო ოპონენტს საუბარი, ისაუბრეთ, მოგისმენთ და მე მაქვს რომ არ დაგეთანხმოთ და არ გეთანხმებით ბევრ რამეში. არ გეთანხმებით იმაში, რომ შიშის ფაქტორი მოხსნილია. რა მოხსნილია შიშის ფაქტორი? როგორ მოქმედებთ თქვენ? და მე პირდაპირ მithქვამს თქვენთვის და ეხაც გიმეორებთ, რომ თქვენ ხართ ჩემთვის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი. და არა კოალიციის? არა, რესპუბლიკური პარტია, რომლის წევრიც თქვენ ხართ, არის ჩემი კონკურენტი ამ არჩევნებში. ოცნება არა? არა, ოცნება არის, ხა კოალიციამ წარადგინა, მაგრამ პირდაპირი კონკურენცია გვაქვს მე საქართველოს პატრიოტ ალიანსის წევრს და თქვენ რესპუბლიკური პარტიის წევრს. ამიტომ რასაც მე ახლა მოვყვები და რაზეც მე ვილაპარაკებ, მე გაანალიზეთ პარტიაში, იმ პარტიაში სხვათა შორის, რომლის ლიდერებიც სააკაშვილის მმართველობის რეჟიმის დროს აპროტესტებდნენ მინისტრების ჩართვას საარჩევნო პროცესში, აპროტესტებდნენ იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახმარება ხდება ამა თუ იმ კანდიდატისთვის. იგივე ხდება სახელმწიფო რესურსი იგივე ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ იცით როგორ ხდება? ეხლა მობრუნდება ქალბატონი თამარი და იტყვის, რომ არავინ არ შეაშინოთ ეხლა რა აუცილებლად. ჯერ ერთი ის რაც თქვენი კადრეთ რუსთავის ეთერში რომ მე მითხარით რომ ტყუით, მე არასდროს არ ტყუი ვარ, როცა რაღაცა არ ვიცი, იმას არ ვამბობ და თქვენ როცა მეუბნებით რომ ტყუით, მე არ მომიტყუები არასდროს და არც იმ შემთხვევაში არ ვტყუოდი და არ ვტყუი ვარ, როცა შეგახსენეთ რომ საარჩევნო კოდექსის აგერ არის ეს თქვენი კანონები და კანონებზე არ ვაპირებ ლაპარაკს, იმიტომ რომ წინვალეთ იცით ეს კანონები თქვენ. ძალიან დიდი ამ კოდექსის 50 და მე ვილაპარაკოთ რატო არ შეცვალეთ 3 წლის მანძილზე თქვენმა გუნდმა რატო არ შეცვალა ეს სიმახინჯე რაც აქ არის 59 მუხლი იგივე საარჩევნო ქალბატონო ირმა კანონების ცოდნაში ვერ გამეჯიბრებით არც გეჯიბრებით და კანონებზე არც გეჯიბრებით ისევე როგორც ტელეჟურნალისტიკაში ვერ შემეჯიბრებით მე არც მე გეჯიბრებით მაგრამ მე გეუბნებით რომ 59 მუხლი საარჩევნო კოდექსის 55 მუხლი წაგიკითხავთ და ისედაც გეცოდინებათ რომელიც ამბობს ვის არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის აგიტაციის უფლება ეს არის მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა რატო უნდა მოვაბეზროთ მაყურებელს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თქვენ მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით სიმშვიდე შეინარჩუნეთ ეხლა მემაცალეთ საუბარი შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მე მიპასუხებ როდესაც არასწორ განმარტებას აკეთებ მე არ ვაკეთებ განმარტებას პარლამენტში წასვლა გინდა ერთი კანონის წაკითხვა და გაგება უნდა იყო გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი ამაზე საუბრობ რატო ნერვიულად მე გიკითხავ საარჩევნო კოდექსის რა თმინდა რომ წამიკითხო ჩემზე კარგად არ გეცოდი რაზე აკეთებთ აქცენტს გითხარით ტელემაყურებლის საყურადღებოდ კითხულობ რატო ნალავთ ამას რა წერია აქცენტი რაზე გაქვთ გითხარით რომ მე ქალბატონ თამარს უნდა მივცეთ ახლა როგორ ფიქრობთ თავარი პროკურორი ჩემთან ერთად რო ჩამოვიდეს და საარჩევნო აგიტაციაში მიიღოს მონაწილეობა ან შინაგან საქმეთა თავარი პროკურორი არ არის პოლიტიკური თანამდებობის და თავდაცვის მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი სამოხელეო საქმიანობას ეწევა ჩემო კარგო ესეც კარგად უნდა იცოდეთ კარგი და ამაზე საუბარი თქვენ მიჯნავთ ერთმანეთის გარდა ანუ სახელმწიფო რესურსი იყენებენ გვინდა გადასარევად მესმის კონსულტაცია და გავლის ძალიან მაღალი კლასი არ გემჩნევათ და თქვენ გინდათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და თქვენ შეკავთ ქალბატონოებმა საზოგადოებას ქალბატონოებმა მოდი მე კანონებზე არ გეკამათებით რა აი ის რომ დღეს თქვენ არასწორ ინფორმაციას თქვენ მე
გამიცავდეთ იმისკენ, რომ საუბარი მაცადეთ. მოდით შევთანხმდეთ ასეთ რაღაცას. არასდროს არ დაასრულეთ. ქალბატონო შევთანხმდეთ. მოდით დაასრულეთ და მივცემთ შემდეგ ქალბატონ თამარს განმარტოს უფლებას. თენ კოდექსს ნუ წაგვიკითხავთ. არ გიკითხავთ კოდექსს. მე ვხედავ, რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსი ჩართულია თქვენს საარჩევნო აგიტაცია პროპაგანდაში. მე ამისი არ მეშინია და უბრალოდ მეღიმება ამაზე. იმიტომ რომ თუ იგებთ, თქვენი გვარი და სახელით უნდა მოიგოთ რა და არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მაგრამ ვერ იგებთ, ძალიან გიჭირთ, გითანაგრძნობთ, როგორც დამწყებ პოლიტიკოს თუ არ ვიცი როგორ აფასებთ თქვენ თავს, მე არ ვთვლი რომ პოლიტიკოსი ვარ თქვენგან განსხვავებით. მე გახსოვთ, მაშინაც ვთქვი, როცა თქვენ ბრძანეთ რომ პოლიტიკოსი ვარ, მე ვთქვი რომ მე ვიწყებ რაღაცა ჩემს საქმიანობას მოგცემთ საშუალებას, როდესაც განათლების მინისტრი, რომელიც თქვენ გახლდათ ახლა სკოლა რო დაათვალიერეთ იქ, ხო? თან ეს ამათი კოდექსები და კანონები, რომელიც თქვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ, თქვენი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სამწუხაროდ არ შეცვალა ამ 3 წლის განმავლობაში და ეს სიმახინჯე დატოვა ახლა თქვენ რო ამით ისარგებლობ და თურმე პოლიტიკურ თანამდებობის პირს ეს შეუძლია, ეს არის თანამდებობის პირი პოლიტიკური საჯარო მოხელია, პოლიტიკური თანამდებობის პირი სამოხელეო საქმიანობას ეწევა, შევსებული აქვს დეკლარაცია როგორც საჯარო მოხელეს და ჩვეულებრივად არის ადმინისტრაციული რესურსის დახმარება თქვენთვის დარღვევა. აი ეს არის და მე გეკითხებით იმას, რაც არ მოგწონდათ სააკაშვილის რეჟიმის დროს. აი თუნდაც ვიცავთ კანონებს, თქვენ ამბობთ, დილის 9 საათამდეა მინისტრი ჩემთან ერთად და საღამოს 6 საათის მე ეს ხო სასაცილოა და ეს ხო სამარცხვინოა. გასაგებია ქალბატონო თამარ, მოდით თქვენ უპასუხეთ. სასაცილოა, იმიტომ რომ რეალურად შეიძლება ეხმარება თუ არა ადმინისტრაციული რესურსების პარტიის მინისტრები მოადგილეები ქალბატონო გავიგეთ ქალბატონო კარგია მიხარია რომ გაიგეთ ძალიან დიდი უნდა მადლობა შეიცვალოს ეს რეალობა თუ შეიძლება მე გავაგზავნე მე ვერ გავიგე სიმართლე რო გითხრათ მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა კანონი დაირღვა თუ არ დაირღვა, მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან დამამთავრებინეთ და იორ მუღალოში დაირღვა. დამამთავრებინეთ. თქვენ ბევრი ილაპარაკეთ. მე ვფიქრობ, რომ შესაძაც ადამიანს აქვს იმის პრეტენზია, რომ ის პარლამენტში მიდის, როგორც მინიმუმ კანონის წაკითხვა და ამ კანონის კარგად გაგება უნდა შეეძლოს. იმისთვის, რომ მოსახლეობა არ შევიდეს შეცდომაში, უნდა გავიმართოთ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არ ითვლება ის, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში, მათ შორის სამუშაო საათების განმავლობაში. არა 9 საათამდე. ქალბატონებმა დამამთავრებინეთ. არა 9 საათამდეო თქვენ თქვით. მე მგონი არ მიპასუხეთ ერთ-ერთი შეხვედრის დროს, რა მოხდა 9 დილის 9 საათამდე იყო მინისტრი ჩემთან. თქვენ თქვით, რომ 9 საათამდე. არა. სამუშაო საათებში, თუნდაც სამუშაო საათებში პოლიტიკური თანამდებობის პირებს რომელშიც შედიან თავდაცვის მინისტრი, განათლების მინისტრი და ასე შემდეგ. დამამთავრებინეთ სულ შეკითხვა მაქვს ამ შემდეგ ქალბატონ თამარ დავასრულებინო და შემდეგ დამამთავრებინეთ შესაძლებლობას ქალბატონო ირმა დაასრულეთ. აქვს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლება. ეს არის ჩვეულებრივი მათ შორის თავდაცვის მინისტრი ქალბატონო ირმა რით ვერ გაიგეთ პოლიტიკური თანამდებობის პირია და არ არის კანონში იქ რო წერია სამოხელეო საქმიანობას მოდით ამ საკითხზე არა, მოსახლეობა, ქალბატონმა არა, ეს ძალიან მარტივი რაღაცა. იცით რა? ეს არის ძალიან მარტივი, ძალიან წუხვა რომ ქალბატონებმა ვერ აგიხსენეთ. იმის გამო რომ თქვენ აგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის გზას. დამამთავრებინეთ, რატომ ამ გზას აგრძელებთ, მე არ ნერვიულობ. სანერვიულობ თქვენ გაქვთ რომ დღეს გახდით რაც მოძრაობა 2. აი ეს არის დღეს რესპუბლიკური გარედან დაუძახოთ ვინმე დავარებული რო თქვათ. მოდით დავასრულებინოთ ამ კონკრეტულ გადასარევად დავამთავროთ თუ არ უნდა დავამთავროთ. და გიპასუხებთ პოლიტიკური თანამდებობის პირებს აქვთ ჩვეულებრივად ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტი არის. ეს ლამაზია, როგორც კანდიდატ, როგორც მოქალაქე, ეს მოგვარღვევთ. არა, არ არღვევთ, იმიტომ რომ მახინჯი კანონი მაგიარა რომ კანონს არ ვარღვევთ. მორჩა, მაშინ ამ თემაზე აღარ კანონს არ არღვევთ. მოდი, აი კანონს თქვენ და ქალბატონი ირმა სხვადასხვანაირად განმარტავთ. მე სხვა შეკითხვა მაქვს. არა, კანონს არ განმარტავთ სხვადასხვანაირად. არა, ერთი წუთით დამამთავრებინეთ. ფაქტი სახეზეა, თქვენი მინისტრები თქვენ დაღვევიან აგიტაციას, კანონი არ დაგვირღვევია. აქ თქვენ ეთერში. გასაგებია თქვენი ეს არ არის, ჩვენ რაღაცაზე ვერ ჭირდებათ თანამდებობის პირების კანონი დაარღვიეთ თავდაცვის მინისტრთან მინისტრებაში. თავდაცვის მინისტრთან მინისტრებაში კანონი არ დაგვირღვევია. და ყველა დონეზე რომ დაარღვიეთ აუცილებლად ჭირდება თუ არა რომ მაგალითად მინისტრი იდგეს თქვენ ჭირდება დახმარება ჭირდება
ჭირდება. თქვენ ელემენტარული დებატების კულტურა არ გაქვთ. დებატია, ეს არის ცხარე დებატი და ძალიან საინტერესო დებატი. მე საერთოდ დამთავრების საშუალება. ძალიან ცუდია რომ ასე. ძალიან კარგია, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ქალბატონო ირმა. ამ ფორმით გადასარევად ვაპროტესტებ თქვენ საპროტესტებ თქვენ ვერც ჩამოაყალიბეთ კანონს ვარღვევთ თუ არ ვარღვევთ მითხარით დავარღვევთ კანონი თუ არ დავარღვევთ კანონი დაარღვიეთ კაფიოდ დაარღვიეთ თავდაცვის მინისტრი როცა გედგათ გვერდში იორ მუღალოში დიახ და კანონს აი ამ კანონს არ არღვევთ მაშინ როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იმიტომ რომ აქ წერია პირდაპირ კარგით მაშინ თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით და გავაკეთებ მერე და ეს თქვენი მინისტრები იქ რო დადიან და 3 წელი არ ჩასულან დღეს რო ჩადიან და წყალი გექნება ორი ეპიზოდია ქალბატონო ირმა ორი ეპიზოდია თავდაცვის მინისტრის ეპიზოდი და მე საჯარო მოხელე რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს კოდექსში მართლაც არის აკრძალვა რომ კონკრეტულ საჯარო და დასტურა რომ აკრძალვა მოდი დავასრულებინოთ მე ძალიან სასაცილოა ხა თქვენ როგორც იქცევით კოდექსში არის აკრძალვა რომ საჯარო მოხელეებს თავდაცვის სამინისტრო და მათ შორის არ აქვს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება თუმცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად საჯარო მოსამსახურედ ითვლება არსებობს ესეთი ცნება საჯარო მოსამსახურე. საჯარო მოსამსახურისში შედის კატეგორიები: პოლიტიკური თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე და კიდევ ორი, რომელიც ჩვენს მაყურებელს არ აინტერესებს. ამიტომ ეს აკრძალვა კოდექსში წერია, რომ საჯარო მოხელეებს, არა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, არამედ საჯარო მოხელეებს ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლება. თავდაცვის მინისტრი, არც მისი მოადგილეები არ არიან საჯარო მოხელეები, ისინი არიან პოლიტიკური თანამდებობის საჯარო საქმიანობა. ეს ძალიან მარტივი არის, ეს ძალიან მარტივია. საჯარო მომსახურება. შემთხვევაში არაფერი არ საჯარო მომსახურება შეება თავდაცვის მინისტრი. კი ბატონო, მაგალითად გითხოთ მე მახსოვს ჭირდება თუ არა? აი ამაზე მაინტერესებს. რა თქმა უნდა, მე ვარ სახელისუფლებო კანდიდატი და ხელისუფლებას რა თქმა უნდა აქვს ინტერესი რომ კონკრეტულად საგარეჯოში გაიმარჯვოს ხელისუფლებას არა აქვს რესპუბლიკური პარტიის მინისტრებს ხელისუფლების ინტერესში შედის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ქალბატონებმა დამამთავრებინებთ გამთავრებინებთ არა არ მომთავრებინებთ ხელისუფლების ინტერესში ძალიან კომიკურ მდგომარეობაში ვიგდებთ ახლა შედის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მივცეთ მაყურებელს შესაძლებლობა რომ ორივე პოზიცია მოისმინოს ამ განაცემაში ქალბატონო რა თქმა უნდა ხელისუფლებას აქვს ინტერესი რომ კონკრეტულად საგარეჯოში გაიმარჯვოს სახელისუფლებო კანდიდატმა რა თქმა უნდა ბუნებრივია ლოგიკურია რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის რეფორმის შემუშავებაში, განათლების რეფორმის შემუშავებაში და ასე შემდეგ, ისინი ჩამოვლენ და მხარს დაუჭერენ სახელისუფლებო კანდიდატს. და მათთან ერთად მიღწევებზე ესაუბროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მე 13 სექტემბრიდან მოყოლებული ვაწარმოებ წინასაარჩევნო კამპანიას, რამდენიმე მინისტრი იყო ჩამოსული, კიდევ ბევრი ჩამოვა, იმისთვის რომ მათ შორის ეს პლატფორმა გამოიყენონ მოსახლეობასთან შესახვედრად, მათი წუხილების მოსასმენად და ასევე ჩემი კანდიდატურის მხარდასაჭერად. გასაგები, მადლობთ. მათ შორის სამუშაო. ჩვენ შეთანხმდით. როდესაც ჩვენი გუნდი მოვა ხელისუფლებაში, მე ვიზრუნებ იმისთვის, რომ არც ერთი მინისტრი არ მონაწილეობდეს რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერ საარჩევნო აგიტაცია პროპაგანდაში და იყოს თანაბარი პირობები აი რაღაცაც დამავიწყდა ერთი განმარტებაც უნდა გავაკეთო ქალბატონო კანდიდატის ამ თემას იქნებ გავცდეთ იმიტომ რომ ნახეთ რა ძალიან მნიშვნელოვანი საგარეჯოელებს შეიძლება უფრო მეტი რამ აინტერესებს თქვენგან ვიდრე არის იქ რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია თქვენ მიიჩნევთ რომ კანონი ირღვევა არა არ მიიჩნევთ რომ არ შევთანხმდით რომ კანონი არ აუდიტორია გადაწყდა არა მე არ შევთანხმებული კანონი არ დარღვევა თავდაცვის მინისტრი განგიმარხი და როდესაც გვერდით გედგათ, ვერ თანხმებით და რატო ამბობთ? კარგი, მოდით იმაზე შევთანხმდეთ, რომ ვერ თანხმდებით, უკაცრავად. ქალბატონო ირმა. იმართეთ უწყებათა შორის კომისია და იგეთ რა ქალბატონო ირმა, ქალბატონო თამარ. მოდით შევთანხმდეთ. რაც ყოველ შემთხვევაში არ უთქვა, რომ არ დარღვევა. გაჩუმება იგადაწყვეტილების მიერ. იმაზე მაინც რომ თქვენ ვერ თანხმდებით ამ კონკრეტულ საკითხს. არა, ეს არ არის. შემდეგი შეკითხვა, შემდეგი ერთი წერია და ქალბატონო ირმა მეორე. ამ კანონს იყენებთ ბოროტად. აი ამას ქალბატონო შეკითხვა ბოროტად იყენებთ და ამას აკეთებდა სააკაშვილი. ამას აკეთებდა სააკაშვილი. გასაგებია. ამიტომ შევცვალეთ სააკაშვილი. ამიტომ შევცვალეთ სააკაშვილი, რომ მინისტრებს და თავდაცვის მინისტრებს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე ეზრუნათ და კანდიდატები კი არ ეტარებინათ კარდაკარ. თავდაცვის მინისტრს
მთავარ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სხვა ამოცანები აქვს და არა ის, რომ ხელი ჩაკიდონ და კანდიდატები ატარონ სოფელში. გასაგებია ეს საკითხი. შედეგი როდესაც თქვენ ხელჩაკიდებული არავისთან არ მივლი. არა, ფაქტი არ არის. თქვენ როდესაც ხას უსვამთ, რომ ქალბატონი თამარი არის რესპუბლიკური პარტიის და არა ოცნების წარმომადგენელი, ამით თქვენ მიანიშნებთ, რომ ოცნების რაღაც ნაწილს თქვენ და მის სიმპათია აქვს, თუ რისი თქმა გნება, შეგიძლიათ უფრო მეტად იცით რა შემიძლია რა თქმა უნდა, მე არაფერზე არ მივანიშნებ, მე ვამბობ იმას, რაც არის ფაქტი. ეს კონკურენცია დღეს მე მაქვს რესპუბლიკურ პარტიასთან და ის, რასაც მე ვხედავ დღეს საგარეჯოში, თუნდაც ეს დარღვევები, თუნდაც ის, რომ მუნიციპალიტეტის მასწავლებლები, დირექტორები, საბავშვო ბაღის მენეჯერები იკრიბებიან და გხვდებიან, ხო? თუნდაც ის ფაქტი, რომ გამგებელი მაგალითად საგარეჯოს გამგებელი. თუმცა ეს არის მაგნებავთ, რომ ქალბატონი თამარი არ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კოალიციის წარმომადგენელი. არაფერს არ ვამბობ. ამას ხას ვუსვამ, იმიტომ რომ გამოკვეთილია რესპუბლიკური პარტიის სტილი. ეს არის არაფრით განსხვავებული სტილი სააკაშვილის მმართველობის პერიოდისაგან. მაშინაც მინისტრები, მაშინაც დაშინება რა არ აშინებენ ხალხს. არის ძალიან სამარცხვინო ხვილია, რასაც თქვენ ამბობთ. ერთი წუთი და არ ხვილზე პასუხს მოგწევთ, რესპუბლიკური პარტია 78 წლიდან მოქმედებს ქალბატონი. თქვენი პარტიის წევრები, ბატონი ბერძენიშვილები და სხვები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დემოკრატია არის, როდესაც თავისუფალი არჩევნები გადასარევად რა ობიექტებთან დაკავშირებული პრობლემა მოაგვარა სამართლიანობამ. მოაგვარა სამართლიანობამ. ვიხომ ვერ შემახსენებთ ვინ ხელმძღვანელობდა საგამოძიებო კომისიას პარლამენტში და რა არ გვეკუთვნოდა რომელი პარტიის წევრი არის ქალბატონი ერთი საინტერესო სპეკულაცია, იმიტომ რომ ქალბატონმა თინა ხიდაშელმა კი არ დაგვიბრუნა არხი. არხი დაგვიბრუნა იმან, რომ ჩვენ წაგვართვა რეჟიმ არხი და მე დავამტკიცე და უკაცრავად რომელი პარტიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა იმ საგამოძიებო კომისიას. მაშინ მე ვიყავი ობიექტივის საინტერესო საკითხი წამოიჭრა აქ დაშინებასთან დაკავშირებით. თქვენ გაქვთ კონკრეტული ფაქტები, რომ ამ მომრჩეველს ვინმე აშინებს? კონკრეტული ფაქტები მაქვს, რასაც ქალბატონი თამარის მხარდამჭერები აკეთებენ იორ მუღალოში და ძალიან კარგად ვიცი, რომ იცით ეს თქვენი ორგანიზებულია შტაბის თუ რესპუბლიკური პარტიის დადიან იორ მუღალოში და აზერბაიჯანულ მოსახლეობას აჩვენებენ ტელეფონით ვიდეო კადრებს. გეტყობათ სახეზე, რომ იცით, არ გინდათ ახლა ეს მე ტელეჟურნალისტი ვარ და მივხვდები, რომ იცით, რაზეც საუბრობ იმაზე. და შემდეგ ამითი ერთი წამი აჩვენებენ ამ კადრებს და ეუბნებიან, რომ ირმა ინაშვილი ეწინააღმდეგება მეჩეთების მშენებლობას, თქვენი მტერია, არ მიცეთ ხმა, რომ ირმა ინაშვილმა თურმე აჭარაში ღორის თავი დაკიდა მეჩეთის კარზე და ამით თქვენ შეურაცხყოფა. ამას აკეთებს ის გამგებელი ალიევი ზაური, რომელიც თქვენი მხარდამჭერია. ახლა ეს ფაქტია და ჩანაწერიც მაქვს ამისი, როგორ ატყუებენ აზერბაიჯანულ მოსახლეობას და ატიოსანი ხერხებით უნდა ვიმოქმედოთ ყველაფერში. არჩევნები იქნება, ჩვეულებრივი ცხოვრება იქნება, პოლიტიკა იქნება, ადამიანური ბოლოს უნდა მოგცეთ უნდა ვიყოთ პატიოსნები. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს უზნეობა. ცოტა დრო გრჩება, მე ქალბატონ თამართან მაქვს შეკითხვა და შემდეგ მოგცემთ დროს, რომ ბოლოს უკვე შემაჯამებელი სიტყვები თქვათ. ქალბატონ თამარ, ნინომ დაუსვა ქალბატონ ირმას შეკითხვა, კოალიციის კანდიდატად განგიხილავდათ თქვენ, მისი მხარდაჭერით აღჭურვილ პირად, თუ კონკრეტულად რესპუბლიკური პარტიის. საინტერესო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი. თქვენ გაქვთ სრული მხარდაჭერა კოალიციაში შემავალი ყველა სუბიექტისა, მაგალითად პრემიერ-მინისტრის და ასე შემდეგ, მთელი ამ ვერტიკალის, რომელიც დღეს მოქმედებს კოალიციაში. რა თქმა უნდა, ბატონო, ეს ცოტა ისეთი არალოგიკურ შეკითხვას მეჩვენება. შეკითხვა ლოგიკურია, იმიტომ რომ ქალბატონი ირმა ძალიან კაფიოთ ავლებს ზღვარს რესპუბლიკურ პარტიასა და კოალიციაში. ეს ქალბატონი ირმას მიერ არჩეული სტრატეგია არის. ეს თავიდანვე ძალიან ნათლად გამოჩნდა, ის რატომღაც თვლის, რომ რესპუბლიკური პარტია არაპოპულარულია. ერთი წუთი დამამთავრებინეთ ქალბატონი. ხო ხართ რესპუბლიკური პარტიის და ხართ ჩემი კონკურენტი. დიახ, თქვენი კონკურენტი ვარ და რესპუბლიკური პარტია თქვენ მოგწონთ თუ არ მოგწონთ, არის კოალიცია ქართული ოცნების წამყვანი ერთ-ერთი პარტია, მისი
დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრი სპიკერი არის, 2 მინისტრით არის წარმოდგენილი, საკრებულოში წევრები და ასე შემდეგ. თქვენ სწორედ ამ ხელისუფლების ბრავია 1%-იან პარტიას თელი ესეთი ბერკეტები რო ჩაუდგო ხელში და 1%-იან პარტიას რომელსაც თავდაცვის მინისტრის პოსტი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი და ასე შემდეგ. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მინუსი. თქვენს და ქალბატონ თამარცას დასკვნითი სიტყვის საშუალება გეკნება დასკვნითი სიტყვის საშუალება დაშინებასთან დაკავშირებით. დაშინებასთან დაკავშირებით ქალბატონმა ირმამ ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ წარმოადგინა. ფაქტი არ დავასახელე, ახლა შეცდომაში შეყვანა ტყუილში მეგდებ ბრალს. თქვენ რო ესე უპრაგულოდ ისმით ამ სიტყვებს. თქვენ როგორ კადრულობთ რომ მე მითხრათ რომ კითხეს და დაშინებასთან დაკავშირებით. იმდენი ტონა მიწამდა ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა. მოდი მივცეთ შესაძლებლობა ქალბატონ თამარს რომ აი დაშინებასთან დაკავშირებით. პოლიციის უბრალოდ ქალბატონმა ირმამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი ფაქტი. მე მინდა რომ მაყურებელმა ამას პოლიციის დაშინება ქალბატონმა პოლიციის უბრალოდ დაშინებაზე არ იყო საუბარი. კი ბატონო, მე ვაპარაკობ დაშინებასთან დაკავშირებით. გამგებლის თემაზე რაც თქვა, გასაგებია ეს არ არის დაშინება, მაგრამ ეს არ არის დაშინება, ეს არის რელიგიური შუბლის გაღვივება. რაც შეეხება ქალბატონ ირმას, მე მგონი ყველას გვახსოვს და ამ მოკლე მეხსიერება მე მგონი ქართულ მოსახლეობას არც აზერბაიჯანულ მოსახლეობას არ აქვს. ის კატეგორიულად გამოდიოდა აზიზეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ, თქვენი ჩანაწერიც მახსოვთ, როდესაც ქართველ მუსლიმებს ხოფაში წასვლისკენ მოუწოდა თუ ბათუმში არსებულ მეჩეთში ვერ დაეტევოდნენ. მე ამის შესახებ არავის არ ვახსენებ, მე და ქალბატონი ირმა რუსთავი 2-ის ეთერში ვიყავით და იქ მას აჩვენეს ის კადრები, მიტინგზე მისი გამოსვლის კადრები და ამისთო ქალბატონ ირმას არ უარყვია, მე მგონი ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ჩვენი ოპონენტებისაგან განსხვავებით გვაქვს ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა, ძალიან სამწუხაროა რომ ამაზე ვერ ვისაუბრეთ, კოალიცია ქართულ ოცნებას, ძალიან თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა აქვს, ძალიან თანმიმდევრული შიდა პოლიტიკა აქვს, ვერ ვისაუბრეთ ქალბატონ ირმასთან. საგარეჯოში ეს პრობლემა შეიძლება აქტუალური არ იყოს, მაგრამ კოალიცია ქართულ ოცნებას აქვს ძალიან მკვეთრად გამოხატული საგარეო პოლიტიკური ვექტორი. ეს არის დასავლეთი. ქალბატონმა ირმა მისარგებლოს. ქალბატონი ირმას პარტია ნერგავს ნიჰილიზმს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით თავისი ასე ვთქვათ ბუნდოვანი გამოთქმებით ამ თემასთან მიმართებაში. ქალბატონო ირმა ალბათ ვერ შემომედავებით რომ ნატო კარგია, როცა მე ჩავდიოდი ბრიუსელში სკოლის მოსწავლე იყავით, მათთან იჯექით საგარეო პოლიტიკური კურსი, შიდა პოლიტიკური კურსი, ჩვენი ოპონენტისაგან განსხვავებით კოალიცია ქართულ ოცნებას აქვს ძალიან თანმიმდევრული ამ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მე პარლამენტში არჩევის შემდეგ, რა თქმა უნდა, ასევე თანმიმდევრულად გავაგრძელებ. იქნება ეს, როგორც ვთქვი, საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ადამიანის უფლებებზე ზრუნვა. ჩვენ ყველას გვავიწყდება, თქვენც დაგავიწყდათ რატომღაც, რომ დეპუტატი, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატი არ არის მხოლოდ საგარეჯოს წარმომადგენელი, ის მთელი საქართველოს წარმომადგენელია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ჩვენ ამას ვერ მოვასწრებთ, მაგრამ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკა ის ძალიან ბევრი კრიტიკა, ამ კრიტიკას ვეთანხმები, ძალიან სასიამოვნოა. 2020 წელთან დაკავშირებით. თუმცა ის მთავარი ხარვეზი აღმოიფხვრება. ამიტომ იმაზე მინდა ყურადღების გამახვილება და თავიდან მე ასე დავიწყე ჩემი წარდგენა, როდესაც ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოახდინა ჩემი წარდგენა, რომ მე ვიქნები თითოეული საგარეჯოელის უფლებების დამცველი. ასევე რა თქმა უნდა ახლაც თქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ მაჟორიტარი ასევე წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას ძალიან კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებზე უნდა იყოს საუბარი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ქალთა შრომითი უფლებები ომბუდსმენის აპარატის უფლებამოსილების გაძლიერება და ასე შემდეგ აი ეს ძალიან კონკრეტული თემები რომელზეც უხარო ვერ ვისაუბრეთ და მხოლოდ საგარეჯოს პრობლემატიკაზე გავამახვილებთ ჩვენ დრო კიდევ რაც რჩება ამას დასკვნითი სიტყვებისთვის დაგითხოვ დავწმუნდი იმაში რომ ის რაც დღეს ხდება იორმუღალოში არის თქვენი ორგანიზებული ისე კარგად ჩამოაყალიბეთ ის მესიჯები, რასაც დღეს თქვენი ბატონი ზაურალიევი არავის არ დავიწყებია თქვენი გამოსვლები ამით ეხა პასუხობთ რა მეხსიერება ესე მოკლე არა შეცდომაში შეგყავთ საზოგადოება და გაჩუმდით ეხა რომ არც აზერბაიჯანი გიპასუხოთ დღესაც რომ დადგეს ჩემი ქვეყნის წინაშე აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხი, რომელიც უნდა დააფინანსოს თურქეთის სახელმწიფომ თურქული ფულით
სადაც უნდა იყოს თურქეთის მხრიდან წარმოდგენილი რელიგიური მსახური, რაც უნდათ, დღესაც მე ვიქნები ამისი წინააღმდეგი და თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოკითხვა როცა ჩავატარეთ ამასთან დაკავშირებით 22,000-მა ქართველმა მუსლიმმა მოაწერა ხელი, მე გამოგიგზავნით საჩუქრად. თქვენი საეჭვო გამოკითხვები. ეს არ არის საეჭვო გამოკითხვა. საეჭვო არის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ აზერბაიჯანულ თემთან უნდა იყოს გულწრფელი. ერთი წამი მე მასწავლეთ გულწრფელობას. გულწრფელი უნდა იყოს და ყველაფერი უნდა უკეთ თქვენი მოსაზრებები. აი ეს არის ჭეშმარიტი. ქალბატონო, ირმა მოდი. გახსოვთ რომ ესე იგი დრო მოგცეთ. ჩვენი დრო იწურება. თქვენ დაასრულებთ, შემდეგ ქალბატონ თამარსაც მივცემ შესაძლებლობას. თქვენ ხარ ძალიან ახალგაზრდა ადამიანი. ქალბატონო, თქვენ არ იცით ახლა ძალიან ახალგაზრდა ეს როგორც წესი დამაკნინებელ მასში გამოიყენება ხოლმე. მე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, თქვენ ძალიან კარგად გახსოვართ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, თქვენთან მომუშავე ჟურნალისტების საქმეები შეგიძლიათ მოიკითხოთ სტრასბურგში, რომელიც ჩემი თავმჯდომარეობის დროს გაიგზავნა და დღეს იღებენ ისინი კომპენსაციებს ქალბატონო. ამიტომ მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ გამოუცდელი ვარ, ახალგაზრდა ვარ და ასე უბრალოდ არასწორია. ვიფასო სტუმრებო, იწყება საინფორმაციო ქალბატონს მაინც ძალიან კარგად ახსოვს ჩემი მოღვაწეობა. მოგცემ სიტყვას. აი ქალბატონი ირმა დაასრულებს თავის სიტყვას შემდეგ. გამშვიდებული ვარ ქალბატონო. კარგი გოგო ხარ. გამოცდილებას მიიღებთ ამ არჩევნებში, დაგჭირდებათ 2016 წლის არჩევნებისთვის, იმიტომ რომ ამ არჩევნებს წააგებთ, უკვე წაგებული გაქვთ. ეს არჩევნები მე მაქვს მოგებული და მე უკვე 2016 მე ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებ 2016 დამაჯერებლად გავიმარჯვებ ქალბატონო იმიტომ რომ სამხატვრო პარლამენტში არ არის ისეთი ადამიანები ჩვენ თუ ასე გავაგზელებთ არ გვექნება დასკვნითი სიტყვის საშუალება უკაცრავად რომლებიც ნიჰილიზმს დამშვიდით მოდი დავასრულებინოთ ქალბატონო ირმას მაშინ უნდა დავასრულოთ გადაცემა ასეთ ფორმატში ვერ გავაგზავნოთ თქვენი საქმელი შემდეგ ქალბატონი თამარი 22,000-მა მუსლიმმა ხარი დაუჭირა იმას, რომ თურქეთის უცხო ქვეყნის ფულით, იმიტომ რომ პრაქტიკულად ამის უკან იდგნენ სადაზვერვო სამსახურები უცხო ქვეყნის და ეს არ შედიოდა არც ქართველი მუსლიმების ინტერესში და ჩვენ ერთად ვიღვაწეთ იმისათვის, რომ შეგვეჩერებინა ეს პროცესი. და დღესაც იგივეს გავაკეთებდი. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ თქვენი მხარდაჭერები ღორისთავის მიჭედებაზე ლაპარაკობენ, ამ ფაქტებსაც წარმოუდგენთ უწყებად შორის კომისიას, რა ტყუილს ავრცელებთ და თქვენ ხართ, იმიტომ გითხარით ახალგაზრდა მეთქი. კომპლიმენტად მიიღეო ნინომ რო გითხათ. ნუ განერვიულდებით, სხვა რამის თქმა მინდა. თქვენ ესეთი ახალგაზრდა ადამიანი უკვე კადრულობთ იმას, რომ მიყურებთ თვალებში და ტყუით. და ყოველ მეორე სიტყვაში ამბობთ, რომ ეს არა, ის არა, ის არა, ეს არა, ესე არა. თავარი რაც არის თქვენ პირველ რიგში იყენებთ ადმინისტრაციულ თქვენ ატყუებთ აზერბაიჯანის მოსახლეობას. ჩვენ ძმებს აზერბაიჯანელებს, რომლებიც ჩემი ძმები არიან და ხმები არ არიან ჩემთვის თქვენგან განსხვავებით. იქ არ ჩასულა ქართული ოცნება მთელი ამ 3 წლის განმავლობაში და დღეს ტყუილით გინდათ რომ მოიგოთ ეს არჩევნები. ვერ მოიგებთ რა გეუბნებით. ვერ მოიგებთ, იმიტომ რომ ტყუილი თქვენი პროფესია. აღარ დრო ამოიწურა, ახლა ქალბატონ თამარ. ქალბატონმა ძალიან სამარცხვინო ვარ, როდესაც სამარცხვინო არის თქვენი საქციელი. შიშროების სამსახურში თუ მუშაობდით და ზუსტად იცოდით, საიდან იყო დაფინანსება, იმიტომ რომ აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია წარმოადგენთ. ის რომ აზერბაიჯანულ მოსახლეობას თქვენ ატყუებთ, ეს ფაქტი არის, ცალსახა არის. სად მოვატყუე ფაქტებით ისაუბრეთ. სად მოვატყუე და როდის მოვატყუე? დღესაც მე გამოვალ. აზერბაიჯანმა უარი თქვა თურქეთის მხრიდან დაფინანსებული მეჩეთები. მე ვთხოვე ქალბატონ თამარ და გისმენდათ, როცა თქვენ მას აკრიტიკებთ. უარი თქვა. აზერბაიჯანმა უარი თქვა თურქული მეჩეთის აშენებაზე და მე თანმიმდევრული და მართალი ვარ და თქვენ ხართ ელემენტარული უსირცხვილო და მართალი და ახალგაზრდობით მოგდით თქვენ ეს ერთი წამი თქვენ ეს მოგდით ახალგაზრდობით გამოუცდელობით და უბრალოდ უზნეობასთან აგვაქვს საქმე არ ასევე აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს თქვენი გამოთქმები მუსლიმ ქართველებს რომ მოუწოდებდით რომ თუ მეჩეთი არ
დაყოფნიდოთ, მაგალითად შეეძლოთ წასულიყვნენ და ყოფაში ეილოცათ. წარმოადგინეთ ფაქტი, სად ვთქვი ეგ ფაქტი, ხო გინდათ, სადა რა Facebook-ის გვერდი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ დებატებიდან გამომდინარე, საგარეჯოს მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს ძალიან სწორ არჩევანს, სწორ არჩევანს გააკეთებს იმ პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, იმ კოალიციის სასარგებლოდ, რომელიც 2012 წლიდან არის ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი რამე უკეთესობისკენ შეცვალა. რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც დარჩა გასაკეთებელი, მაგრამ პროგრესი სახეზია და ამას საგარეჯოს მოსახლეობა და საქართველოს მოსახლეობაც რა თქმა უნდა აცნობიერებს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს საგარეჯოელები კიდევ ერთხელ გააკეთებენ სწორ არჩევანს და მხარს დაუჭერენ კოალიცია ქართული ოცნების საგარეჯო და დავასრულოთ გადაცემა. 31 ოქტომბერს გაიმარჯვებს ირმა ინაშვილი. ირმა ინაშვილი გაიმარჯვებს საგარეჯოში 20 მოდით და მე ხელი ჩამომართვით. ეგ იქნება თქვენი პოლიტიკური გამოხატულება. ბუნებრივი უფრო მეტ წარმატებას უსურვებთ საგარეჯო მოქალაქეებს, რომლებმაც რასაკვირველია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის, იმისთვის რომ მაყურებელი გვიყურებდა მთელი 2 საათის განმავლობაში. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ხვალ არის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები და ჩვენი ტელევიზია საგანგებო რეჟიმში დილიდანვე იწყებს მუშაობას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით. მე ხვალამდე და ნინოსთან ერთად ორშაბათს შევხვდებით. სამარცხვინო არა.